ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საჯარო სხდომის ფორმატში. დღეს ჩვენ ვინაიდან პლენარული სხდომა პარლამენტის და რეგლამენტის თანახმად არ გვაქვს უფლება რომ პლენარული სხდომის პარალელურად სხდომები გავმართოთ, რაც სავსებით ბუნებრივია. გვყავს მხოლოდ ერთი პირი მოწვეული, ეს გახლავთ ბატონი გიორგი ხოჭავა, რომელიც უკვე მობრძანდა როგორც ვიცით და სამდივნოს ვთხოვ რომ შემოაცილოს სხდომის დარბაზში. ბატონი გიორგი ჩამობრძანდა სამეგრელოდან, ზუგდიდში ცხოვრობს ის და მას ჰქონდა მომართვაც და დიდი სურვილიც რომ კომისიისთვის საჯაროდ მოეხსენებინა იმ პრობლემების შესახებ, რაც მას დაატყდა თავს. მოგესალმებით, ბატონო გიორგი, დაბრძანდით თუ შეიძლება. ფიქსირებთ პატივისცემას, ვაფიქსირებთ თქვენს მიერ. დაბრძანდით. მადლობა, ჩვენც გიდასტურებთ პატივისცემას. მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის. თქვენ გქონდათ უკვე 20-25 წუთი იმისთვის, რომ მედიასთანაც გქონოდათ ურთიერთობა და მეტნაკლებად ასე ვთქვათ, გაცნობოდით იმ ინსტრუქციებს, რომლის მიხედვითაც დღევანდელი სხდომა წარიმართება, გულისხმობ პირველ რიგში დროს რეგლამენტს. და ასევე გაეცანით სამდივნოსთან ერთად იმ დოკუმენტს, რომელიც შეიცავს გაფრთხილებას. წესი არის ასეთი, რომ მე თქვენ უნდა გაგაფრთხილოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ცრუ ახსნა განმარტების მოცემა კომისიის წინაშე. ასევე კითხვებზე უარი ან კიდევ პასუხისთვის თავის არიდება ისჯება სისხლისამართლებრივი წესით. ეს დოკუმენტი თქვენ წინ გაქვთ, გაცნობილი ხართ და გთხოვთ ამ გაფრთხილების დასტურად ხელი მოაწეროთ და შევუდგებით მუშაობას. კი ბატონო. დიდი მადლობა. ბატონო გიორგი, ასე გავაკეთოთ თუ ეს თქვენთვის მისაღებია. თქვენ აიღეთ 15-20 წუთი, რაც ალბათ საკმარისი არ იქნება იმ დიდი პრობლემების მოსაყოლად, რომლისთვისაც თქვენ ჩვენს წინაშე გამოცხადით, თქვენ სამეგრელოდან მობრძანდებით და მადლობა, რომ ამ ხელაგზა გამოიარეთ. ჩემი და კომისიის სახელით თქვენ და მთელ სამეგრელოს ამ ჩვენთვის უძვირფასეს კუთხეს udasturებთ დიდ სიყვარულს და პატივისცემას. თქვენ აიღეთ ეს დრო 15-20 წუთი ქრონოლოგიურად და ისეთ გასაგებენაზე, რომ წარმოიდგინოთ, რომ ადამიანებმა შეიძლება თქვენ როდესაც ეს უბედურება, რაზეც გინდათ გვესაუბროთ, თავს დაგატყდათ. ადამიანი მცირეწლოვანი იყო, სკოლაში სწავლობდა და არ იცის არაფერი. აი ესეთ ადამიანებს უყვებით, ჩათვალეთ და ლაივში გადაიცემა ეს მით უმეტეს ქრონოლოგიაც დაიცავით, ანუ რის მერე რა მოხდა. მოგვახსენეთ და შემდეგ ჩვენ დაგისვამთ კითხვებს და აი ამ ფორმით შევეცადოთ, რომ ავუწყუროთ ის, რაც გაქვთ ჩვენთვის სათქმელი. თუ ეს მისაღებია, მიკროფონი ჩართულია და გთხოვთ დაიწყოთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მივესალმები ყველა სწორად საღად მოაზროვნე ადამიანს ჩვენს ქვეყანაში. ძალიან რთული არის იმ ყველაფრის გახსენება, რაც ამ ბოროტმა, დიქტატურულმა, ფაშისტურმა რეჟიმმა გადამატანია მე პირადად და ჩემს ოჯახს. მაგრამ მე შევეცდები, ეს იყო 15 წლის წინ, მე მაშინ ვიყავი 19 წლის და შევეცდები მივუყვე ქრონოლოგიურად და მოვუყვე ის ყველაფერი, რაც დამმართეს მე პირადად და ჩემს ოჯახს. მე ვიცი, რომ აქ სამეგრელოდან მე ერთადერთი არ ვარ, ვინც აქ იყო. აქ იყო ყოფილი პატიმარი არქანია და ლეგენდები დადიოდა ამ ბიჭზე თუ რა გაუკეთეს, როგორ აწამეს, როგორ დაჩაგრეს და ასე შემდეგ. მაგრამ მე ვიცი, რომ მე ვარ ზუგდიდიდან, ჯერჯერობით აქ ერთადერთი და ზუგდიდში სააკაშვილის რეპრესიებმა ძალიან ბევრი ადამიანი დააზარალა. პირველ რიგში მე მინდა ჩემს მშობლებს ახლა მიუმართო. მე აქ უნდა მოსულიყავი ჯერ კიდე 10-15 დღის წინ. დამიკავშირდნენ აქიდან და მითხრეს, რომ თუ მქონდა სურვილი
მოსულიყავი და მომეყოლა ისტორია, რომელიც მე გადამხდა თავს. მე მივმართავ და ვეტყვი ჩემ მშობლებს, რომლებსაც ეშინოდათ ჩემი აქ მოსვლის და მითხრეს შემდეგი რაღაცა, რომ თუ ოდესმე ისინი დაბრუნდებიან, ჩვენ უარეს გვიზამენო. მე მინდა ისინი დავამშვიდო და უთხრა, რომ სააკაშვილის დიქტატურული ხელისუფლება, რეჟიმი არასოდეს არ დაბრუნდება საქართველოში და ზუსტად როგორც საუბარი დავიწყე, საღად და ჯამრთელად, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები საქართველოში ძალიან ბევრნი ვართ და არ დაუშვებთ ჩვენ ამას. იყვნენ ჩემი მშობლები მშვიდად, ვიცი რომ ეხა ზიან და ყოველ თითოეულ ჩემს სიტყვას ყურადღებით აკვირდებიან. მინდა დავამშვიდო და უთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად იქნება, გეჭრებით და ვუდასტურებთ ჩვენც მათ პატივისცემას თუ გვისმენენ. დარწმუნებული ვარ, ნერვიულობენ, იმიტომ რომ შვილის გასაჭირზე უფრო დიდი გასაჭირი მშობლისთვის ალბათ არ არსებობს და მათ უდასტურებთ დიდ პატივისცემას და უერთდები იმ თქვენს ნათქვამს, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და სააკაშვილი და ახალაიების კლანი და კიდევ სხვა კლანები ვერ დაბრუნდებიან საქართველოში. მოდიში რომ შეგაწყვეტინოთ. ეხა ვივამედიდან დორბლიანი სააკაშვილი მიყურებს. როგორც მე, ისე ყველა აქ მოსული ადამიანის ყოველ სიტყვას აკვირდება და ალბათ იწერს, რომ ვინ რამდენჯერ ახსენა მისი სახელი. მე მას ვეტყვი, რომ თავიდან ბოლომდე მომისმინოს და 19 წლის უდანაშაულო ბავშვს როგორ უქცია ცხოვრება ჯოჯოხეთად იმ დროს კარგად მოისმინოს. ასევე მიუმართავ მეგის ქარდავას, რომელმაც ამიკვიატა, რომელმაც გამამწარა, რომელმაც დაგეგმა ეს სპეცოპერაცია, რომელიც მე მომიწყვეს. ეხა მე დავიწყებ და მივყვები ყველაფერს როგორც იყო თავიდან ბოლომდე. 19 წლის ვიყავი. საღამო პერიოდი იყო და მივდიოდი რაღაც საქმეები მქონდა ნათესავთან და ნათესავის სახლიდან ბრუნდებოდი სახლში. სახლამდე დაახლოებით მქონდა დარჩენილი 600-700 მეტრი გასავლელი. გააჩერა ორმა პიკაპმა. გადმოცვიდნენ ესენი და ჩამსვეს მანქანაში. აბსოლუტურად ერთი სიტყვაც არ უთქვიათ და ვაღიარებ, რომ სანამ სამმართველოში არ მემიყვანდნენ, მათ ჩემთვის ხელი არ დაურტყმთ. მემიყვანეს სამმართველოში. სამმართველოსთან გაჩერდნენ. დაახლოებით 5 წუთში სამმართველოს ეზოდან გადმოვიდა მეგის ქარდავა. ჩაჯდა თავის მანქანაში და როგორც მეგის ქარდავა ჩაჯდა თავის მანქანაში, გადმომიყვანეს და ჩამსვეს მეგისთან. ეს არა ადამიანი, მხეცი, ცხოველი, რავი, ცხოველიც არ ეწოდება ალბათ ამ ადამიანს. მეუბნება რაღაც საქმეებს, კონკრეტულად ქურდობას ეხება ეს ყველაფერი. და მეუბნება, რომ ეს ქურდობა გავაკეთე მე და ეს ქურდობა უნდა მეღიარებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში რამოდენიმე წუთიც კი არ ვიცოცხლებდი. მე მას უთხარი შემდეგი სიტყვები, რომ ეს ქურდობა მე არ ჩამიდენია და მე არ ვაპირებ ამის აღიარებას. ოდიში გიორგი, ვინ არის ამ დროს მეგის ქარდავა? რას წარმოადგენს? სამხარეოს უფროსის მოადგილე იყო, თუ ზუსტად არ ვწდები ამ დროს, ამ პერიოდში. ეს ხდება ზუგდიდში, ბატონო გიორგი, 2010 წელია, ასეა? 2010 წელს ზუგდიდში მეგისი ქარდავა არის პოლიციის სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე. ამას ყვებით, კი ბატონო. კი ბატონო. თვითონ დაძრა მანქანა და ყოფილი ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე
წამიყვანა. რამოდენიმე მანქანა გაყვა, დაახლოებით 10 მანქანა გაყვა უკან და ის პიკაპებიც, რომლებმაც მე დამიჭირეს. უკვე მოსაღამომდა და ესე წრეზე დააყენეს მანქანები. აანთეს ფარები და წრეზე შუაში მემიყვანეს. მეუბნებოდნენ, რომ მუხლებზე უნდა დავჩოქილიყავი. მე ამ მომენტში მათ არ ვიცოდი რა ხდებოდა და აბსოლუტურად რეაგირება არ მქონდა. არ ვიცოდი ჩემ თავს რა ხდებოდა და ამ მომენტში მეგის კარდავამ დამარტყა და დავეცი ძირს. დაახლოებით 20 ადამიანი ფეხით, ხელით ცემდნენ, დამიწყეს ცემა და ამ ცემის პერიოდში ჩამიდეს კონკრეტულად კოხტა კოდუამ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. ისეთი ნაცემი ვიყავი, ალბათ სხეულზე ადგილიც კი არ მქონდა დარჩენილი, საიდანაც სისხლი არ მომდიოდა. მე ვეგდე ძირს და სისხლის გუბეები იდგა. მაშინ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ვიყავი პატარა ბავშვი, დიდი თმები მქონდა, დიდი ხუჭუჭა თმები მქონდა და თმებით ძირს ვეგდე და ესე გადამატრიალა მეგის კარდავამ და ჩემ სისხლის გუბესთან დამადებია თავი და მითხრა, რომ ამელოკა. მე ისევ რეაგირება არ მქონდა. თვითონ დამადებიეს თავი და ჩემი სისხლის გუბეთი მომისვარეს სახე. მე არ ვიცი, ეხლაც კი ვერ ვაცნობიერებ, დაახლოებით რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა ეს ჩემი წამება. აქედან მე წამიყვანეს სამმართველოში და გააგრძელეს ჩემი წამება. თხოვდნენ იმის აღიარებას და ეგრეთ წოდებული ალიბების დადებას, ფაქტების მე თქვა, სად იყო ეს კონკრეტული ფაქტები. რაც არის ის ადამიანმა მაგას ვერ ეტყვი. მე მათ უთხარი, ეს იყო რამოდენიმე საათი იყო გასული ალბათ ჩემი დაპატიმრებიდან და იმ მდგომარეობამდე ვიყავი. ბავშვი მისული, რომ ავდა კიდევ უთხარი, მე ეს არ გამიკეთებია. თქვენ თუ ასე მიდგებით, ნუ მაწამებთ, შეგიძლიათ მომკლათ. დამცინოდნენ, აფურთხებდნენ. ყველანაირ შეურაცხყოფას მაყენებდნენ. წამიყვანეს ჩემთან სახლში. უკვე ღამე იყო. სახლში ეს ამბავი არავინ არ იცოდა ჯერ კიდევ. მე მიყვანეს სახლში. მოითხოვეს მეზობლები შემოსულიყვნენ. რომ მოწმის სახით დასწრებულიყვნენ ეგრეთ წოდებულ ჩხრეკას, მაგრამ წინასწარ ვიტყვი, რომ ჩემი სახლიდან არაფერი არ მოუღიათ. მოწმის სახით შემოვიდა ჩემი თანატოლის, ჩემი მეზობლის, ჩემი ახლო მეგობრის მშობლები. გონერი ჩუხუა, ადამიანი, რომელმაც ხმა ამოიღო და მათ უთხრა,
როცა მეგის ქარდავამ და კოხტა კოდუამ დედაჩემმა როცა ნახა დაიწყო ყვირილი და გახდა ცუდად როგორც მოასულიერეს მეგის ქარდავამ და კოხტა კოდუამ დედაჩემს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ამ დროს ჩემმა მეზობელმა გონერი ჩუხუამ ამოიღო ხმა და უთხრა თუ რა შვებოდნენ რა საკეთებდნენ ისინი ადამიანი ისე ცემეს რომ ადგილზე მიაღებიეს ინსულტი ეს ადამიანი დღემდე მეორეჯერ მიიღო მაგის მერე ინსულტი მე მათთან შეთანხმებული ვიყავი რომ ეს ყველაფერი აქ მომეყოლა მე ამ ადამიანს უსურვებ ჯანმრთელობას მისმა შვილმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ბოდიშით რამოდენიმე წლის უკან წაიყვანა საფრანგეთში რომ იქ ემკურნალა მამამისისთვის ჩემი სახლიდან არაფერი არ ამოუღიათ მე ისევ წამიყვანე სამმართველოში მე მანახეს როგორ მიაყენეს დედაჩემს ფიზიკური შეურაცხყოფა და მე შეიძლება მათთვის ყველანაირი ჩემს მიმართ შეურაცხყოფა მეპატიებია მაგრამ მე არ ვაპატიებ მათ რომ შეეხეს ჩემ გამჩენ გამზრდელ დედას მაპატიე დედაჩემ გადამიყვანეს სამმართველოში და შემიყვანეს ეგრეთ წოდებულ ამოსაცნობ ოთახში მაშინ ჩემი ძმა 14 წლის იყო მამა ჩემი და დედა ჩემი ამოსაცნობი ოთახის მეორე მხარეს დამიყენეს ისევ დამაჩუქეს მეგის ხარდავამ დამადო თავში იარაღი არა ამოსაცნობ ოთახში შემიყვანეს მე მათ იქით ვხედავდი თვითონ მე ისინი ვერ მხედავდნენ და მეუბნებოდა რომ მე შენ ეხა გეისვრი თუ არ მეტყვი სად არის ალიბები და მე დავხოცავ შენ მშობლებსო დავხოცავ შენ ძმასო 14 წლის ბავშვს ბოდიშით ხმას არ ვიღებდი და მინდოდა რომ რაღაცნაირად რამოდენიმე წუთით მაინც ნეიტრალებინა ეს სიტუაცია და მე მას ვუთხარი რომ ეს არ გაეკეთებინა და ერთ-ერთზე კაბინეტში დამჯდარი იყავი და გვესაუბრა მან მითხრა კარგიო შევედით კაბინეტში და მე მას ვუთხარი რომ მე ეს არ გამიკეთებია შენ ეს იცი შენ უკვე მეორეჯერ გეუბნები რომ თუ ჩემი მოკლა გინდა მე მომკალი ჩემი მშობლები არაფერ შუაში არ იყვნენ და მათთვის თავი დაენებებინა მე მაგის მერე ჩემი მშობლები ვნახე მარტო სვიდანიაზე იმ დღეს მე არ მინახია ჩემი მშობლები შემაგდეს
ეგრეთ წოდებულ კაპეზეზე და 3 დღის განმავლობაში და ვაღნიშნავ ერთ რაღაცას. 2 დღით ადრე დამიჭირეს, ვიდრე თვითონ მე ჩაწერეს ჩემი დაჭერის თარიღი. 2-3 დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ წყალს. არ მაჭმევდნენ საჭმელს. რამოდენიმე საათის გამოშვებით გავყავდით. აწამებდნენ, ცემდნენ. ელექტროშოკერებს იყენებდნენ. ყველა ცემის ეპიზოდში თითქმის. სასამართლო პროცესის დღე დადგა. ძალიან ცუდად ვიყავი. დანგრეული ვიყავი, ფეხზე ვერ ვდგებოდი. მე მიყვანეს სასამართლო პროცესზე. და დედაჩემმა ისევ რომ ნახა დაიწყო ტირილი. როგორც დედაჩემმა, ისე ჩემმა ნათესავებმა. მე უთხარი მოსამართლე შემდეგი სიტყვები. ბატონო მოსამართლე მეთქი. მე უკვე აღარ შემიძლია. მე უკვე ვგრძნობ, რომ ვერ გავძლებ. და გთხოვთ, რამე მოიმოქმედეთ ციხეში შეყვანის დროს, რომ ფიზიკურად არავინ არ შემეხოს. მე მოსამართლე მიპასუხა, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა. გადამიყვანეს ზუგდიდის ციხეზე. როგორც კი შემიყვანეს, მიმღებში უთხრეს, მოკალით და ათქმევინეთ. ზუგდიდის ციხეზე შესულისთანავე დაიწყო ისევ ჩემზე ფიზიკური ძალადობა, ისევ ჩემი წამება და არაადამიანური მოპყრობა. მე ენით ვერ ავღწერ იმას, თუ რა მეთოდებით ცემდნენ და მაწამებდნენ ეს ადამიანები. ესე წრეს გააკეთებდნენ, იცოდნენ, ყველას ესე უკეთებდნენ და შუაში დაგაყენებდნენ. ყველა ერთად გირტყამდა, ზოგი ფეხს, ზოგი ხელს, ზოგი კიდე ხელში რაც ეკავა და ასე შემდეგ. ამ დროს ჩამოვიდა ჯიჭონაია დიმიტრი, რომელსაც ჩემ საქმეზე აქვს ბრალი წარდგინებული და რამოდენიმე 10 წელზე მეტი სასჯელი აქვს შეფართებული. მე თქვენ გეტყვით, რომ ჩემ საქმეზე 2014 წელს რამოდენიმე ადამიანი მიეცა პასუხისმგებლობაში. როცა მე თავისუფლებაზე გავედი და ეს იყო ციხის თანამშრომლები. დღეს მე პატივცემული კომისიისგან პატივცემულებო ვითხოვ ჩემ საქმეზე წარედგინოს ბრალი მეგის ხარდავას, წარედგინოს ბრალი კოხტა კოდუას და კიდევ რამოდენიმე თანამშრომელს. გავაგრძელებ საუბარს. ციხეში გრძელდებოდა ბატონო გიორგი, მაპატიეთ, არ გადაგავიწყდეთ, რასაც ამბობთ. აქ რომ 2 წუთი შევისვენოთ, თქვენც დაგჭირდებათ ეს შესვენება ალბათ. რის ქურდობას გედავებოდნენ, იმიტომ რომ ის წარმოუდგენელი, რაც უკვე ამ წუთამდე მოყევით, რის გამო ხდებოდა? მიუხედავად იმისა, რომ არაფრის გამო ასეთი რაღაც არ უნდა მოხდეს, რატომ იყო ჩვენ ხომ უნდა შევეცადოთ, გავიგოთ, თუ ადამიანი არ არის ავად და ნორმალურია, ჯანმრთელია, რატომ უნდა სჭირდებოდეს 19 წლის ბიჭის ასეთი მეთოდებით წამება
მისი მშობლის შეურაცხყოფა, ასე ვიტყვი, რომ კიდევ მეტად არ გავამწვავოთ ქალის მიმართ ჩადენილი ეს ქმედება. რა უნდა უღირდეს მას, რის ქურდობას გედავებოდნენ და მეორე კითხვა, ხომ არ იცნობდით მანამდე ან კოხტაკოდუას, ან მეგისი ქარდავას, რის გამოც შესაძლოა ისინი სხვა მიზეზის გამო გერჩოდნენ? მოგახსენებთ ხალბატონო თავმჯდომარე, დაგეტყვით იმას, რომ მე-9 დღე იყო დაახლოებით 8-9 დღის მერე, ეს 8-9 დღე კიდე გრძელდებოდა ციხეში შემიწამება და ადამიანური მოპყრობა და შემოვიდა ჩემი ადვოკატი ბატონი ვახტანგაბედავა და მან მითხრა, რომ ამ საქმეზე ვიღაცა დაიჭირეს და მე მომეხსნა ეს ქურდობა. და მე დამრჩა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელიც თვითონ ჩამიგდეს და გამასამართლეს ამ მუხლით. შესაბამისად, თქვენ ქურდობა კი არ გედებოდათ, ალბათ მე ვერ გავიგე და იმიტომ ქურდობა მედებოდა თავიდან ბრალად, მე ჩამიგდეს ნარკოტიკული საშუალება. ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობა თუ რაღაცა ნივთის ქურდობა? არა, რაღაცა ნივთის ქურდობა. ნივთის ქურდობა. კი ბატონო. და ადვოკატმა მე-9 დღეს, მანამდე ადვოკატი თვალით არ გინახა. 8-9 დღის შემდეგ. მანამდე არ ყავდათ ადვოკატი. არა, მყავდა ადვოკატი, კი ბატონო. ნახა, კი ბატონო. მე-9 დღეს მოვიდა თქვენი ადვოკატი, რომელიც მანამდეც ნანახი ყავდათ და გითხრათ, გიორგი, გამარჯობა, სხვა დააკავეს შენ იმ ნივთის ქურდობაზე, რასაც შენ გედავებოდი. კი ბატონო. და თქვენ დაგიტოვეს ნარკოტიკი. რომელ ნარკოტიკზე იყო საუბარი? ჰეროინზე. 0008 იყო ზუსტად მახსოვს და კოხტაკოდუამ ჩამიგდო თავისი ხელი. და ეხა კიდევ ერთხელ იცნობდით მანამდე ან კოდუას ან ვიცნობდი მეგის კარდავას და ერთ დღეს რამოდენიმე თვის წინ ალბათ სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა ბავშვობაში მიყვარდა ბილიარდის თამაში, ეხაც მიყვარს და საბილიარდე იყო ჩემთან სახლში ახლოს, მოვდიოდი სახლში და ახლოს ჩემ ჭიშკართან ვიყავი უკვე მოსული, გააჩერა მეგის კარდავამ და მითხრა მერე გადმოვიდა, მე არ მივედი, გავაღე ჩემი ჭიშკარი, გადმოვიდა და მიძახა მოდი აქ, მე რო გავაჩერაო, ჩემ მამაქანამ რო გააჩერაო, რატო არ მოხვედიო, რატო არ მოიწიეო ჩვენსკენო და ჩემი სახლის წინ გადმოვიდა კიდე 4 თანამშრომელი ეჟდა ვიღაცები ჩემი სახლის წინ ცემეს და დამაგდეს წავიდნენ. ეს შეხება მქონდა. იყო რაღაც პრეისტორია მათი მხრიდან, პოლიციის მანქანა იყო თუ? არა, ეს იყო პრადოთი დადიოდა, შავი პრადოთი. შესაბამისად, თქვენ ვერ მიხვდებოდით, რომ პოლიციელი მოგიწოდებდათ მასთან მიახლოების. კი ბატონო, მაგრამ ზუგდიდში იმ პერიოდში პატარა ბავშვმაც კი იცოდა, 2 წლის ბავშვმაც კი იცოდა, ვინ იყო მეგისი ქარდავა და თქვენ მithum მე ეხლა პატივცემულებო ჩემგან 2-3 კილომეტრში არის პოლიციის განყოფილება. მე არ ვიცი იქ ვინ არის უფროსი, მოადგილე და არ ვიცნობ თანამშრომლებსაც. იმიტომ რომ მე ვცხოვრობ ჩემი წესიერი პატიოსნური ცხოვრებით, არანაირი შეხება არ აქვს ამ ხალხთან და დიახ. დღეს, მაგრამ გაგაწყვეტინებთ, თუ კი 2 წლის ბავშვმაც კი იცოდა ვინ იყო მეგისი ქარდავა, თქვენ 19 წლის ახალგაზრდა მით უმეტეს იცოდით. დიახ. როდესაც და იცოდით, რომ ის არის პოლიციის თანამდებობის პირი. დიახ. მან როდესაც ჭიშკართან გააჩერა თავისი მანქანა, მესმის რომ ის არ იყო პოლიციის მანქანა და გითხრათ, მობძანდიო, მოდი აქ, ალბათ უხეშად მოგმართათ, ხო? რატომ არ მიხვედით? როცა მე მან მითხრა, მივედი, მაგრამ მან გააჩერა მანქანა და მან მითხრა, მე რომ მანქანა გავაჩერეო, რატო არ მოხვედი ჩვენთანო? როგორც კი დამინახე, რატომ არ კი ბატონო. გასაგები. ეხა იქ ვიყავით ჩვენ გაჩერებულები, რომ დიახ, შემოვიდა ადვოკატი და მომეხსნა. ეს ხდება ზუგდიდის ნომერ 4 დაწესებულება. დიახ, ეს ხდება ზუგდიდის ციხეზე. 8-9 დღის შემდეგ დაახლოებით 8-9 დღის შემდეგ შემოვიდა ადვოკატი და მითხრა, რომ მე ქურდობა მოხსნილი მქონდა და დამრჩა ის ნარკოტიკული საშუალება მუხლი, რომელიც თვითონ ჩამიგდეს.
კონკრეტულად ვიმეორებ კიდევ ერთხელ თავისი ხელით მკოხდა კოდუამ. და მე რა ფაქტებსაც ყვები. ჩემი სახლის მისვლა, ჩემი ინგირის აეროპორტში წაყვანა, იქ წამება, სამმართველოებში და სამმართველოებში წამებები ყველაფერი არის გადაღებული. ყველაფერს იღებდნენ აბსოლუტურად. როცა ეს ყველაფერი მითხრა ადვოკატმა, რამოდენიმე პერიოდით ვიტყვი რომ ჩემზე ფიზიკური ძალადობა შეწყდა. ჩემზე ფიზიკური ძალადობა შეწყდა და რაღაცნაირად ვცდილობდი რომ აღმედგინა ძალები. და მე ეს მოვახერხე ერთ დღეს რაღაცნაირად ცოტა მაინც მოვახერხე ერთ დღეს შემოვიდა კამერაში კოდუა იყო, რომელსაც ჩემი აზრით რამოდენიმე ზუსტად არ ვიცი 5 თუ 6 თანამშრომელს აეყენა ბრალი მაშინ და კოდუა იყო, როგავა იყო კიდე, ჯიჭონაია იყო და ნუ იყვნენ კიდე რამოდენიმე ციხის თანამშრომელი გამიყვანეს გარეთ. და მითხრეს რომ ეგრეთ წოდებულ კვატიას ეძახდნენ, ხელები ესე უნდა გაეკეთებია პატიმარს, უნდა ჩამჯდარიყო და იქით-აქით უნდა გაევლო. სანამ ისინი არ გეტყვდნენ რომ შეტრიალებულიყავი, შენ არ უნდა შეტრიალებულიყავი და არ უნდა წამოსულიყავი უკან. ამდენი მქონდა გადატანილი, ეს ყველა უსამართლობა ჩემში იყო დაგროვილი. ძალიან ისე ვიყავი, როგორ გითხრათ, აი პირდაპირ ვამბობ, მათ მიმართ ვიყავი გონორზე, აგრესიული ვიყავი, რა თქმა უნდა, ვიქნებოდი ავტომატურად. მეუბნება ეს გააკეთებო, მე მას არ გავეცი პასუხი. მე როგორც წინათ ვაღნიშნე, თავიდან რომ რაღაცეების აღიარებას მთხოვდნენ, არ უცემდი პასუხს. აქაც იგივე გავიმეორე. დაახლოებით ციხის 10 თანამშრომელი მოვიდა ჩემთან და დამიწყო ცემა და დამიზიანეს ფეხი. დაახლოებით 4 თვის განმავლობაში საწოლიდან ვერ ვდგებოდი. არ მკურნალობდნენ და ბოლოს ჩვენ ნათესავები ყავს ერთი მათგან გარდაიცვალა, ქირურგი კაცი იყო, ექიმი და ციხის ექიმმა მითხრა რომ მას კარგად იცნობდა, მეგობრობდა და ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის რომ ჩემთვის შემოეტანათ სამკურნალო წამლები. ისე თუ ასე ეს ყველაფერი მოხერხდა და შემომიტანეს ჩემი მშობლები, ჩემმა მშობლებმა შემომიგზავნეს წამლები, ნემსები იყო ეს და რაღაც არ მახსოვს რომ ბევრი პრეპარატები და მოკლედ 4 თვის მერე დავდექი ისევ ფეხზე. ამ 4 თვის განმავლობაში კიდე მიმდინარეობდა ჩემი დამცირება, ჩემზე ზეწოლა და ასე შემდეგ. რამოდენიმე თვე უკვე გავახორციელებდა გიორგი უშუალოდ მაგას, აი თქვენი დამცირებას და წამებას, რასაც თქვენ ამბობთ, კონკრეტულად ვინ ახორციელებდა ეკნებოდ? კონკრეტულად ახორციელებდა თითქმის ყველა ციხის თანამშრომელი. როცა უკვე ფეხი მოვირჩინე და ცოტათი მაინც დავდექი ფეხზე, მომცა სიცხეები. არ მიკლებდა სიცხეები. და მოკლედ, რომ ბევრი არ ვილაპარაკო ბოდიშით, გამიჩნდა თურმე ტუბერკულოზი. და საბოლოო ჯამში ეს იყო ქრონიკული ტუბერკულოზი, იმიტომ რომ მათ კიდე რამოდენიმე თვე არ გადამიყვანეს ეგრეთ წოდებულ ტუბზონაზე
და ზუსტად მე-11 თვეს ხდება ჩემი ეტაპირება ტუბზონაზე, მე ფეხზე ვერ ვდგები, ძალიან ცუდად ვარ, ოფლისგან ვიღვრები და მოკლედ გეტყვით, რომ ეხლა ვარ 79 კილოგრამი და მაშინ მოვედი 38 კილოგრამამდე. შემიყვანეს ტუბზონაზე. ვიტყვი, რომ მიღების დროს ტუბზონაზე ჩემთვის ხელი არავის არ დაუდია, არ ვიყავი მე ისეთ ფორმაში, რომ ვიღაცამ ჩემთვის ეზალა და არა, შეიძლება ერთი დარტყმაც და ფატალურად დასრულებული იყო ყველაფერი. დავიწყე მკურნალობა. დღეში მიწევდა 22 ცალი წამლის დალევად და ყოველდღე ნემსი. და რამოდენიმე დღის მერე გადასხმების დაყენება. დღეს დამიყენდებოდა გადასხმა, მერე კიდე რამოდენიმე დღის მერე. როგორც კი დავიწყე მკურნალობა, ხედავდი, რომ ნელ-ნელა შედეგი ჰქონდა. ცოტათი დავდექი ფეხზე. ერთ დღეს მოხდა რაღაცა საკანში. შემოვიდა ზონის თანამშრომელი, ტუბზონის თანამშრომელი. და პატიმრების თვალწინ დაუწყო ცემა ერთ-ერთ პატიმარს, ჩემ თანასაკნელს. აბდექი, ვიწექი, წამოწოლილი ვიყავი მაგ დროს და გადავეფარე მას და უთხარი, რომ ხელი არ უნდა აეწია. ის გავიდა და შემოვიდა დაახლოებით 20 თანამშრომელი. ზონაზე მოვიდნენ ჩვენთან კამერაში და გამიყვანეს მე. დეკემბრის თვე იყო. თოვლი იყო ქსანში მაშინ. დამაგდეს თოვლში. მირტყეს. ცემეს და ეს გრძელდებოდა დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. თლიანად ტანსაცმელი დამისვალდა. მკურნალობდი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ 22 წამალს ვსვამდი ყოველდღე. ეს ქრონიკული ტუბერკულოზის წამლები იმდენად ახდენს ადამიანზე ფიზიკურ ზეგავლენას, რომ ორგანიზმს ადუნებს. ისედაც ვიყავი ძალიან სუსტად. შემიყვანეს კარცერში. რახან ყველაფერი სველი მქონდა ჩემით ბოდიშით. გავიზრო ეს ყველაფერი. და იყო ეგრეთ წოდებული პატარა პლიტა და ამ პლიტასთან ახლოს დავიწყე გამშალება ტანსაცმლის. მოკლედ, ისევ ბევრი რო არ ვილაპარაკო და დროში ჩავეტიოთ. 18 დღის განმავლობაში დამტოვეს კარცერში. თითქმის ყოველ დღე ამ 18 დღისდან გავყავდით და მცემდნენ. ხან გავყავდით. გიორგი, ბოდიში, მკურნალობა ამ დროს აღარ გიგრძელდებოდა? მე მომიტანეს მოქონდა კი ბატონო ჩემთან წამლები კარცერში, მაგრამ მე უარი ვთქვი წამლების დალევას. მოქონდა წამლები ჩემთან კარცერში.
სადღაც 18 დღე ვიყავი მე იქ ჯამში, მაგრამ სადღაც დაახლოებით 15 დღე იყო გასული ისე. ჩემ გვერდით ვიღაცა კიდე მოიყვანეს კარცერში. მე ფიქრობდი, რომ ეს ადამიანი იმ დღეს იყო მოყვანილი, მაგრამ თურმე შეუცვალეს კარცერის ოთახი. ვიღაცა ეს ადამიანი თურმე იყო სხვა კარცერში და ვიღაცა იქ შეიყვანეს და ეს გადმოიყვანეს ჩემ გვერდით. თურმე ამ ადამიანს მეორე დღეს უმთავრდებოდა რამდენიც იყო მისჯილი და ადიოდა ზონაზე. ამ ადამიანს გადავეცი, რომ ჩემთან მისულიყო კამერაში და ბიჭებს ჩემი ოჯახის ტელეფონის ნომერი ჰქონდათ და ძალიან ცუდად ვიყავი, ძალიან ცუდად მეკცეოდნენ და დაერეკა ჩემი მშობლებისთვის და მოსულიყო ქსანში ჩემი ადვოკატი, პატივცემული ვახტანგ გაბედავა. მეორე დღეს როგორც გავიდა, იმ დღესვე დაურეკია ჩემი მშობლებისთვის ბიჭებს და უთქვამთ ეს ამბავი. ეს უკვე მე-16 დღეა და მე-17 დღეს საღამოს. ღამის 12 საათის მერე არ ვიცი, ალბათ ტელეფონები ისმინებოდა, რა თქმა უნდა ისმინებოდა ყველაფერს ისმენდნენ, გვითვალთვალებდნენ, რავი, როგორ დავარქვა, ყველაფერი იცოდნენ, ჩვენი ყოველი ნაბიჯი იცოდნენ, რა. და მოკლედ ამიყვანეს მე-18 დღეს ღამე კარცერში. კარცერიდან ზონაზე. უკვე ისეთ მდგომარეობას მციოდა. გარეთ იყო მინუსები და იყო ეგრეთ წოდებული რეჩკა გისოსები. იყო გისოსები და გისოსებს არ ქონდა ფანჯარა და სიცივე შემოდიოდა. და ძალიან გაყინული ვიყავი. მქონდა კი ბატონო პლიტა, მაგრამ ეს პლიტა არ მათბობდა, არ მქონდა არც ლეიბი, არც ადიალა და არც ისეთი მატერიალი, რითაც შემეძლო კიდევ მომეხურა ან რაღაცა და გამთბარიყავი. მე-18 დღეს ღამით ამიყვანეს კარცერში, კარცერიდან ბოდიშით ზონაზე და რა თქმა უნდა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ უფრო კარგად ყოფილიყავი რაღაცა და მე-19 დღე იყო, მოვიდა ჩემი ადვოკატი ჩემთან. მე მას ყველაფერი მოახსენე და ყველაფერი უთხარი. ამის შემდეგ მან მიიღო რაღაც კონკრეტული ზომები. მაშინ იყო დასავლეთიდან იყო მე მისი გვარი არ მახსოვს, დირექტორი და დირექტორის მოადგილე და მე შემიყვანეს მათთან და მითხრეს, რომ არ მოხდებოდა ესეთი რაღაცები და თავი შემეკავებინა ჩემი ოჯახის წევრებისზე რაღაცების თქმას, რაც ჩემ თავს ხდებოდა ტუბზონაზე და ადვოკატისთვის. ამის შემდეგ კიდევ ძალიან ბევრჯერ განხორციელდა ჩემზე ფიზიკური ძალადობა ტუბზონაზე. მოკლედ მე დღეს რასაც ყვები ვიყავი კიდევ ერთხელ ვიტყვი 19 წლის ბავშვი და მე დარწმუნებული ვარ, თუ პირდაპირ ეთერს არ უყურებენ, აუცილებლად ნახავენ იმ ადამიანების, იმ ახალგაზრდების მშობლები, რომლებიც რუსთაველზე აქციაზე დაიჭირეს. მე მოგმართავ თქვენ, პატივცემულო მშობლებო. თქვენმა შვილებმა კანონი მაინც დაარღვიეს. რაღაც კანონი და რაღაც მუხლის წაყენება შეუძლია პოლიციას ისეთი რაღაცა მაინც გააკეთეს. აი მე 19 წლის ბავშვს, რომელმაც სკოლა დაამთავრა, ჩემ დროს იყო ხუთიანები.
მე სკოლა რო დავამთავრე 11 კლასი იყო და მე გახდა ბალები. აბსოლუტურად 5-ზე და 3-4-იანი მყავდა. ძალიან ბეჯითი მოსავლე ვიყავი. მქონდა ჩემი ოცნებები და მიზნები და თქვენ ეხა გამოდიხარ ტელევიზიებში და ამბობთ რომ თქვენმა შვილებმა უნდა ისწავლონ და არა ციხეში იჯდნენ. პატივცემულებო, მე რატო ვიჯექი ციხეში და რატომ არ ვისწავლე? დავაშავე რამე? დიახ, მე არაფერი არ დამიშავებია. ეს იყო დიქტატურული რეჟიმი, ეს იყო ფაშისტური რეჟიმი, რომელიც საქართველოში არასდროს არ დაბრუნდება. ვერაფერს ვერ გახდებით პირიქით. მე თქვენს მიმართ გამოვხატავ დიდ მოწიწებას, პატივისცემას. პირიქით პოლიციელებს, მთავრობის წევრებს დაელაპარაკეთ ადამიანურად. აი ასე შეიძლება რაღაცას გახდეთ და თქვენმა შვილებმა მიიღონ ნაკლები სასჯელი. მე მივმართავ აქციის მონაწილეებს. და პირდაპირ ვიტყვი. არ მეშინია, არც რომელიღაც ტელეკომპანიებისგან გაშავების ან რაღაცის, იმიტომ რომ ცხოვრებაში არაფერი ცუდი არ გამიკეთებია და ვერაფერს ვერ იპოვი ჩემი ცხოვრებიდან ისეც, რაზეც შეგიძლიათ გამაშავოთ. აქციაზე დგეხართ, ეს ჩემი აზრი არის და მე ამ აზრს ვაფიქსირებ ხმამაღლა. პირდაპირ ვამბობ და არ ვეხები 100%-ს, მაგრამ ვეხები 90%-ს. ქალი ქალს არ გავს და კაცი კაცს არ გავს, ვინც გახართ აქციაზე. ეს არის ჩემი პირადი აზრი და მე ვფიქრობ ამას ასე. ეს იცოდეთ ჩემგან. ბატონო გიორგი, მოდით თუ არ გეწყინებათ, დრო და დრო კითხვებს დაგისვამთ. კი ბატონო. თქვენ